ანაკლისა და განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მსჯელობენ 5 ქვეყნის ბიზნესმენებიც. ბიზნეს სფეროს 100-მდე წარმომადგენელი ანაკლიაში ეშეკრებიან. უკვე გაფორმდა მემორანდუმი თურქეთის ქალაქ ქემალ-ფაშასა და ანაკლიას შორის სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობის კუთხით. ბიზნესმენთა ინტერესს წარმოადგენს ასევე სოფლის მეურნეობაც. ანაკლიაში ჩამოსულმა ბიზნესმენებმა უკვე დაათვალიერეს ანაკლისა და განმუხურის ის ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აშენებაა დაგეგმილი. საქართველოს ბიზნესის კუთხით ჩვენთვის საინტერესო ქვეყანაა. ჩვენ ხედავთ იმ რეფორმებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელდა. აქ ბიზნესის კეთების მხრივ საიმედო გარემოა. ანაკლია კი არის ადგილი, სადაც ჩვენ გვინდა ინვესტიცია სათამაშო ბიზნესში ჩავდოთ. ასევე გვინდა განვავითაროთ ტურიზმი. ეს კონფერენცია, რომელიც ტარდება არის უმნიშვნელოვანესი, მართლაც აქ არის წარმოდგენილი რამოდენიმე ქვეყანა. არის საქართველოსთან ასევე მეორე ბიზნესმენი წარმოდგენილი, რომლებსაც ურთიერთპარტნიორობა, უმთავრესად ურთიერთპარტნიორობა მათი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ დამყარდება მეორე ისეთი ახალი პარტნიორობები, რომელიც გამოადგება როგორც საქართველოს, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ჩვენთან წარმოდგენილი.